ვინ თქვა რომ ქოცები არ მუშაობს და ვინ თქვა რომ სპორტი არ არის მათთვის ერთ-ერთი ნომერ პირველი პრიორიტეტი. აი იყო ესეთი და გახდა აი ესეთი. აი ესეთი შვენიერი სკამები 10 წლის მანძილზე მოახერხა თალაკვაძეებმა და 10 წლის განმავლობაში ეს ნუმერაცია, ეს გადმოღუნული რაღაცები, ბალახები არ შეიმჩნიოთ არაფერი. მივაქცევთ ყურადღებას, რომ რაღაც ხო კეთდება. სკამები, ლურჯი ფერის სკამები გვაქვს 10 წლის თავზე, როგორც იქნა ამ სტადიონზე. ეხლა უკვე ცოტა სერიოზულად რომ მივუდგეთ ამ ყველაფერს. 2017 წელს ბატონმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც მაშინ მაჟორიტარი იყო გურიის, დაპირება გასცა, რომ რაგბის სტადიონი გაკეთდებოდა აქ. რომ ის ძალიან მაგარი გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა ჰქონდა და აქვს, როდესაც ესეთ მძიმე პირობებში გაჩვენებთ იმის კადრებს და თქვენ გინახავთ უკვე რა მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად იყო მოსაზრებული საქართველოში. მათ შორის ხალხს ფული ააგროვებინე, რომ ტერიტორია გაიფართოვებია. საჭირო არის, რომ ჩვენს ძველ მოედანს შემოვერთოთ ერთო პირის მფლობელობაში არსებული ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც არის 4000 ლარი. სწორედ ამ ფულის შესაძლებლობად ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, სადაც ყველას ვხდით, რომ შემოვერთდნენ და განახორციელონ თუნდაც სიმბოლური ინვესტიცია ოზურგეთში რაგბის განვითარებაში. ჟღერა რომ ძალიან მალე შევაგროვებთ ამ ფულს, ვიყიდით ამ ნაკვეთს შემოვერთებთ ძველ სტადიონს და დავიწყებთ უკვე ახალი ბაზით. ხალხის ფულით გააფართოვეს ტერიტორია. შემდეგ უკვე ავთანდილი გახდა თალაკვაძე მერი და ის მოვიდა დაპირებებით, რომ მე ნამდვილად გაუკეთებდა ოზურგეთელ მორაგბეებს სტადიონს, მაგრამ როგორც ხედავთ, სიახლე გვაქვს 10 წლის თავზე ლურჯი ფერის სკამები. რაღაც მაინც ხომ კეთდება სერიიდან გავაგზელოთ. აი, ეხლა ვნახოთ, როგორია გასახდელი სივრცე და როგორი წესრიგებენ თავს მორაგბეები. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ კლუბის საპატიო პრეზიდენტი არის არჩილ თალაკვაძე. ეხლა დაგათვალიერებინებთ, რა ხდება უკვე შიდა სივრცეში, სადაც უნდა გამოიცვალონ, სადაც უნდა მოწესრიგდნენ. ესე გამოიყურება მოკლედ ეს სავარჯიშო სივრცე 10 წლის თავზე ძმებმა თალაკვაძეებმა. აი ესე შეუსრულეს მოკლედ დაპირება ოზურგეთლებს. ეს არის სხვა შორის ტექნოლოგია 21 საუკუნეს როგორ ხდება წყარი მორაგბეებისთვის. ესე რავი პირველ ყოფილ ის რა არის? უი, ბატონო ავთო. მეტყობა ძალიან აღარ მოსწონხარს ადამიანებს. მარტო პლაკატების გასაკავად არ უნდა მოდიოდეთ. ეს რა არის? უი, ეს რა არის? სარჩმუნების სიებია. ეს მე მგონი რაღაცა უკვე ახალი საქმეა. სარჩმუნო. შეხედეთ. არა, ეს აშკარად სხვა ამბავი. ძალიან დიდი სირცხველია. აქ რომ მოდიხართ ამით ძალიან ტრეხავს ბატონო ავთ, ძალიან. ადამიანების ესე გამოყენება შეგიძლიათ, ხო? დაქაურობის მოწესრიგება არა.